გამარჯობა. თუ თქვენი აბდესტი ირღვევა, ეს ნიშნავს, რომ ყველა თქვენი ლოცვაც ირღვევა. აუცილებელია სწორად ისწავლოთ აბდესტის აღება. აბდესტი ანუ მცირე განბანვა. ახლა გაჩვენებთ პრაქტიკულად, როგორ უნდა აიღოთ აბდესტი, ანუ ისე როგორც ახლი ბეითის გზით არის მიღებული. ჯერ განზრახვას ვაკეთებთ. გულში თქმა, სიწმინდისთვის აბდესტს ვიღებ, საკმარისია. განზრახვის ხმამაღლა თქმა სავალდებულო არ არის. ვიბანთ სახეს, თმის ზრდის ადგილიდან ნიკაპის ბოლომდე. ასევე ვიბანთ სახეს შუა და საჩვენებელი თითების სიგანის ფარგლებში. სახეზე არ უნდა იყოს არაფერი, რაც ხელს უშლის წყლის მიღწევას. დაიმახსოვრეთ, წყალს ზემოდან ქვემოთ ვასხამთ და დაბანაც ზემოდან ქვემოთ უნდა მოხდეს. თუ ქვემოდან ზემოთ დაიბანთ, აბდესტი ირღვევა. პირველი დაბანა სავალდებულოა, მეორე სასურველია, ხოლო მესამე აბდესტს აუქმებს. შემდეგი ეტაპია ხელების დაბანა. ჯერ მარჯვენა ხელი იბანება, შემდეგ მარცხენა. ესეც ზემოდან ქვემოთ იბანება. იდაყვიდან თითების წვერებამდე წყალი ყველგან უნდა შეეხოს. პირველი დაბანა სავალდებულოა, მეორე სასურველია, მესამე კი აკრძალულია. ბოლოს ხელებზე დარჩენილი ტენს თავზე ვისმევთ და ასევე ფეხების ზედაპირზე ვისმევთ. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მასხი, ანუ მოსმას, გაკეთების დროს თმა და ფეხების ზედაპირი მშრალი უნდა იყოს.